მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ პურის კატლეტი. პირველ რიგში დავალბოთ პური, როგორც ხედავთ ვიდეოში. გავაჩერებთ 3-4 წუთი, რომ კარგად დარბილდეს. და შემდეგ 3-4 წუთის შემდეგ გავწუროთ. დამიჯერეთ, გამოდის მართლაც არაჩვეულებრივად გემრიელი ხარბუქი და ძალიან ხრაშუნა. ეხლა როგორც ხედავთ ვიდეოში გავწურებული კარგად, რომ არ შეყვეს ბევრი სისველი. დავუმატოთ 3 ცალი კვერცხი. მე ყველაფერი გავაკეთე თვალის ზომით. თქვენ თვითონ მიხვდებით, რამდენი პურის გაქვთ, არ უნდა იყოს ძალიან სველი. აქ დავუმატე შავი პილპილი, ხმელი კინძი და ცოტა ძირა. აგრეთვე დავაბლენდერე 1 ცალი პატარა მწვანე ბულგარული, 1 ცალი პატარა წითელი ბულგარული, ცოტა რეჰანი. აგრეთვე 1 ცოტა მოზრდილი თავი ხახვი და 2 კბილი ნიორი. ეს დაბლენდერებული ინგრედიენტები შეურიოთ შემდეგ პურის მასას. კიდევ ერთხელ გადაურიოთ ყველა ინგრედიენტი კარგად ერთმანეთს, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ორეგანო და მარილი გემოვნებით. აგრეთვე მე დავუმატე კინძი და ოხრახუში. მართლა გითხრათ, კინძი მე ძალიან მიყვარს ყველა კერძში, მაგრამ აქ საბერძნეთში ძალიან იშვიათად ხმარობენ კინძს. ესე ჩემო კარგებო, შევკმაზეთ პური და ხელით რომ მოვსინჯე, იყო ცოტა სველი და ვერ მივეცი კარგად კატლეტის ფორმა. ამიტომ როგორც ხედავთ ვიდეოში, მე ვუმატებ ცოტა საფანელს, ეგრეთ წოდებულ სუხარს, რომ მივცე კარგი ფორმა. აი ახლა ნახავთ თქვენ თვითონ, რომ კარგად შეიკრა გუნდა. ესე რომ მივცეთ კატლეტის ფორმები. როგორი ფორმაც გსურთ თქვენ, კვალი, ან ესე როგორც ხედავთ ვიდეოში და შევწოთ ზეთში. გემრიელად მიირთვით, მართლა არის არაჩვეულებრივი, ხრაშუნა და გემრიელი. ჩემო კარგებო, მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ და ყველას თითოეულ თქვენთაგას ძალიან დიდი მადლობა, რომ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი. ყველანი ძალიან მამხნევებთ თქვენი კომენტარებით, თქვენი ლაიქებით, წარმატებები თქვენს და აგრეთვე ჩემ არხსაც. დიდი მადლობა, გემრიელად მიირთვით.